დემონოლატრია სატანიზმის წინააღმდეგ. ონტოლოგიური და მეტაფიზიკური უპირატესობა, ობიექტური რეალობა ილუზიის წინააღმდეგ. სატანიზმის შეზღუდვა. თანამედროვე სატანიზმის უდიდესი ნაწილი, ეს არის სლავეის ეკლესია, The Satanic Temple, არის ფსიქოცენტრული ათეისტური სისტემა. მათთვის სატანა არის ალეგორია, მეტაფორა ან ფსიქოლოგიური სარკე. სატანისტური მაგია ხშირად დაყვანილია დრამატურგიამდე, ანუ ფსიქოდრამა, სადაც რიტუალი მხოლოდ ემოციურ განტვირთვის და სუბიექტური თვითშთაგონების იარაღია. დემონოლატრიის უპირატესობა. დემონოლატრია არის თეისტური და ობიექტური. პრაქტიკოსისთვის დემონები არიან რეალური, დამოუკიდებელი, ქრისტიანობამდელი უძველესი კოსმიური ინტელექტები და არქეტიპული ძალები. დემონოლატრი არ მუშაობს საკუთარ ფანტაზიასთან, ის ურთიერთქმედებს გარე ობიექტურ რეალობასთან. ეს მეტაფიზიკური პლატფორმა პრაქტიკოს აძლევს ცდომას რეალურ, ეგზოგენურ, ანუ გარე, ენერგეტიკულ რესურსებთან და არა მხოლოდ საკუთარ შეზღუდულ ფსიქიკურ რეზერვებთან. მეორე, რასაც ჩვენ მივაქციოთ ყურადღება, ეს არის გნოსტიკური და ინტელექტუალური უპირატესობა, ანუ პირდაპირი ცოდნა, გნოზისი, დოგმატიზმის წინააღმდეგ. სატანიზმის შეზღუდვას როცა განვიხილავთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სატანიზმი ხშირად რჩება ქრისტიანული პარადიგმის ტყვედ. ის რეაქციულია, მისი სიმბოლიკა, ფილოსოფია და აჯანყებაც კი აგებულია ქრისტიანული მითოლოგიის უარყოფაზე. სატანისტი იძულებულია მუდმივად იყოს ანტიქრისტიანი, რაც მის ინტელექტუალურ არეალს ძალიან ზღუდავს. ნახოთ რა არის დემონოლატრიის უპირატესობა. დემონოლატრია სცდება აბრაამულ დოგმებს. ის უბრუნდება ოკულტიზმის ფესვებს. გოეთია, სრულბაბილონური, ეგვიპტური და ჰერმეტული ტრადიციები. ყოველი დემონი, მაგალითად ასტაროტი, ბელიალი, ასმოდეი, არის კონკრეტული სფეროს, მეცნიერების, ხელოვნების და ფარული ცოდნის მცველი. დემონოლატრია პრაქტიკოს სთავაზობს გნოზის, ანუ პირდაპირ მისტიკურ გამოცდილებას, პირადს. დემონებთან მუშაობით პრაქტიკოსი იღებს არა ფილოსოფიურ თეორიებს, არამედ პრაქტიკულ, ემპირიულ ცოდნას სამყაროს არქიტექტურის შესახებ. მესამე საკითხად განვიხილოთ სულიერი იერარქია და სპეციალიზაცია. თუ ჩვენ ვისაუბრებთ ნამდვილად რომ ქირურგიული სიზუსტით, გლობალიზმის წინააღმდეგ. რა არის ამ შემთხვევაში სატანიზმის შეზღუდვა? სატანიზმში სატანა არის ყველაფრის მომცველი. ზოგადი სიმბოლო, როდესაც სატანისტი ატარებს რიტუალს, ის მიმართავს ერთ კონკრეტულ არქეტიპს, ყველა მიზნისთვის. შურისძიება, წარმატება, ცოდნა და ასე შემდეგ, რაც ენერგეტიკულ დონეზე არა დიფერენცირებულ და გაბნეულ ნაკადს გავს. დემონოლატრის უპირატესობა. დემონოლატრია ფლობს უზარმაზარ, სტრუქტურირებულ იერარქიას, მაგალითად რიჩარდ კანტეს ან კავენდიშის კლასიფიკაციით. თითოეულ დემონს აქვს თავისი ვიწრო სპეციალიზაცია, სტიქია, პლანეტარული შესატყვისობა და სიგილი, ანუ ბეჭედი. თუ პრაქტიკოს სჭირდება იურიდიული გამარჯვება, ის მიმართავს ბელიალს. თუ სჭირდება მატერიალური ტრანსფორმაცია, ველზევულს. თუ სიღრმისეული ანალიტიკა, ლუციფერს. ეს სისტემას ანიჭებს ზუსტად რომ ქირურგიულ სიზუსტეს. ენერგია ამ შემთხვევაში მიმართულია კონკრეტულ წერტილში, რაც ზრდის რიტუალის ეფექტურობას. მეოთხე საკითხი. პარტნიორობა და ევოლუცია მონობის და ბრმა თაყვანისცემის წინააღმდეგ. ნახოთ სატანიზმის შეზღუდვა ამ შემთხვევაში. ათეისტურ სატანიზმში ადამიანი მარტოა თავისი ეგოს პირისპირ, რაც ხშირად იწვევს ნარცისიზმს და სულიერ სტაგნაციას. ხოლო ძველ რელიგიურ სატანიზმში, devil worship, ხშირად ხდებოდა ქრისტიანული მოდელის კოპირება. ანუ ადამიანი ხდებოდა სატანის მონა
რომელიც მსხვერპლს წირავდა მას. დემონოლატრიის უპირატესობა ამ შემთხვევაშიც არის შემდეგი. ნამდვილი დემონოლატრია ეფუძნება პატივისცემას და პარტნიორობას. დემონოლატრი არ იძახებს დემონებს იძულებით და მუქარით, როგორც ამას ქრისტიანი კაბალისტები აკეთებდნენ შუა საუკუნეებში სოლომონის ეგრეთ წოდებული გასაღებით. და არც მონურ მორჩილებას უცხადებს მათ. დემონოლატრისთვის დემონები აღიქმებიან როგორც უძველესი მასწავლებლები და მეგზურები მაგიის გზაზე. აქტები და შემოწირულობები, მათ შორის სისხლისეული ენერგეტიკული აქტები, არის ორმხრივი, საპატიო ხელშეკრულება. ეს უზრუნველყოფს პრაქტიკოსის უსაფრთხოებას და მის მუდმივ სულიერ ევოლუციას. მეხუთე საკითხი. ფსიქოლოგიური და ინტეგრაციული უპირატესობა, ანუ ჩრდილის ასიმილაცია, shadow work. სატანიზმის შეზღუდვა ამ შემთხვევაში არის შემდეგი. სატანიზმი ხშირად ახდენს ადამიანის მხოლოდ პირველადი ცხოველური ინსტინქტების, ანუ სიბრაზე, ვნება, დომინირება და შემდეგი ვნებების ლეგიტიმაციას. ის ხელს უწყობს ეგოს გაძლიერებას, თუმცა ხშირად ვერ ახერხებს ფსიქიკის ღრმა, რეპრესირებული, ანუ ჩახშობილი ნაწილების დამუშავებას. ვნახოთ დემონოლატრიის უპირატესობა კვლავ. დემონური იერარქიასთან მუშაობა არის უმაღლესი დონის ჩრდილის სამუშაო, ცნობილი shadow work ინგლისურად, კარლ იუნგის გაგებით. თვითოეული დემონი განასახიერებს სამყაროს და ადამიანის ფსიქიკის კოლექტიური არაცნობიერის გარკვეულ ასპექტს, მათ შორის ქაოსს, ნგრევას, სიკვდილს და ხელახლა დაბადებას. ამ ძალებთან პირისპირი, პირდაპირი და პირადი კონტაქტით დემონოლატრი კი არ გაურბის ან თრგუნავს თავის ბნელ მხარეს, არამედ ის ახდენს მის ცნობიერ ასიმილაციას, ანუ ინტეგრაციას. ეს პრაქტიკოს აძლევს შესაძლებლობას ფსიქოლოგიური მონოლითურობისთვის და ემოციურ მდგრადობას, ასევე აბსოლუტურ შინაგან თლიანობას. მეექვსე საკითხზე გადავიდეთ, ეს არის ესქატოლოგიური პერსპექტივა, ანუ სულის უკვდავება და ასტრალური სუვერენიტეტი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჩვენი ვიდეო ჩანაწერის პირველ სერიაში ამ თემასთან დაკავშირებით. ვნახოთ კვლავ სატანიზმის შეზღუდვა. მატერიალისტური სატანიზმისთვის სიკვდილი არის ფიზიკური დასასრული. მათი ფილოსოფია სრულდება აქვე, მიწაზე, ამ რეალობაში. სატანისტს არ გააჩნია გეგმა ან ხედვა იმის შესახებ, თუ რა ემართება ცნობიერს ფიზიკური სხეულის ყდომის შემდეგ. ნახოთ დემონოლატრიის უპირატესობა. დემონოლატრიას გააჩნია მკაფიო ესქატოლოგიური მიზანი, ანუ ასტრალური სუვერენიტეტი. სიცოცხლეშივე დემონებთან, განსაკუთრებით თავის მფარველ დემონთან, ანუ patron demon. მუშაობით პრაქტიკოსი აძლიერებს თავის ნატიფ სხეულს, ანუ ასტრალურ სხეულს, იგივე ასტრალურ მატრიცას. სიკვდილის შემდეგ მისი მიზანი არა რეინკარნაციის ციკლში დაბრუნება ან კოსმოსში გაფანტვაა, არამედ საკუთარი ინდივიდუალური ცნობიერების შენარჩუნება და თავის მფარველ დემონურ განზომილებაში გადასვლა, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, გაღვიძებული, სულიერი ერთეული. პირველი ვიდეოს დასასრულში მე ამის შესახებ უკვე ვთქვი და ამ მეორე ნაწილში უბრალოდ ცოტა უფრო ღრმად მიმოვიხილე, რომ მაყურებლისთვის ყოფილიყო ეს უფრო გასაგები. მესამე სერიაში ჩვენ გველოდება უფრო და უფრო ღრმა განხილვა მსგავსი თემების და მე შემოგთავაზებ დემონოლატრიის ძალიან საინტერესო განსხვავებულ ფორმებს და სისტემებს.